მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, სულმესი მადლობა იმის, რომ გამოწერდით ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობთ, მე ვარ კატალ, შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ მითითებულ ნომერზე WhatsApp-ში ან Telegram-ში. ასევე გეტყვით, რომ არის Telegram ჯგუფი, სადაც იდება ყოველდღიური დღის ენერგიები. და შეგიძლიათ დაემატოთ მოწოდნოთ Telegram ჯგუფი კატოგრემით, სადაც ასევე სხვადასხვა ინფორმაციები ეტაპობრივად დაემატება, იმით რომ უფრო გაფრთხილებულები იყოს სამყაროსგან, შეიარაღებულები და უფრო მშვიდად და წყნარად რომ დაამლოთ თქვენი დღე. მოკლედ, დღევანდელი დაშლა გავაკეთეთ ესეთი ორი ვარიანტი, პაუზა თუ დასასრული. ნახოთ, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და იყოს ესეთი თეთრი სპილო და იყოს ესეთი მწვანე ბუ. ნახოთ, პაუზა თუ დასასრული, ვინ სპილო აირჩია. მე ესე გეტყოდით, რომ აქ არის უფრო პაუზის მდგომარეობა, აქ არ არის დასასრული, ადამიანი უბრალოდ არის რაღაცა გაანალიზების, გააზრების, დაგეგმარების მდგომარეობაში გასული, როდესაც ანალიზს უკეთებს ყველა სიტუაციას, ხო, თქვენი ურთიერთობას, საზოგადოებას და მოკლედ ყველაფერს, რაც კი არის ხელისშემშლელი ფაქტორი. აქ ადამიანი გადმოდგავს კვლავ ნაბიჯს, ანუ ჩვეულებრივად გააგრძელებს ურთიერთობას, უბრალოდ აქ ადამიანს სჭირდება, რომ გაანალიზოს, რამდენ პრობლემას შეუძლია გაუძლოს, ხო, რამდენად შეუძლია ამ ურთიერთობისთვის ბრძოლა, რა არის და როგორ არის, თქვენ რამდენად დაუდგებით. აქ პაუზა არის, ანუ დასასრული ნამდვილად არ არის პირველ ვარიანტო, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ნახოთ პაუზა თუ დასასრული მეორე ვარიანტთან, აი აქ უფრო ცოტა ისეთი ცივი ენერგიები მოდის სამწუხაროდ, მაგრამ ნახოთ ბოლომდე, აქ შესაძლებელია მე მგონი თქვენ გაქვთ უკვე ის მომენტი, რომ აღარ გინდათ აქ ურთიერთობა, აქ უფრო რთულია სიტუაცია, მოდით ესე ვიტყოდი, რომ აქ არის იმისი მომენტი, რომ უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულიც იყოს აქ ურთიერთობა, უფრო მაქეთ მიდის, ეს არ არის პაუზა, ეს არის დასასრული და ვფიქრობ, რომ აქ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და ადამიანი ზუსტად აი ესე პრინციპულად წასული არის, ან უფრო სწორად შეიძლება თქვენ გაუშვით, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანმა ვერ მოახერხა მიიღო, თქვათ, გადაწყვეტილება რაღაცა საკმაოდ დიდი ხანი, ხო, რა ვიცი, ვიღაცისთვის წელიწადი, ვიღაცისთვის 2 წელიწადი. ყოველ შემთხვევაში აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანმა ვერ აიღო პასუხისმგებლობა და თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა დასრულდეს და დაასრულეთ